უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა, მე ნიკოლო სულუკიძე გახლავართ და ჩვენი დღევანდელი გადაცემა მთლიანად მიეძღვნება დიდ ქართულ თეატრმცოდნეს ბატონ ვასილ კიკნაძეს, რომელმაც ქართული თეატრის ისტორიას, შექმნას და განვითარებას შეალია თავისი ცხოვრება და 47 წიგნი მიუძღვნა პროფესია სფეროს, რომელიც სცენის დახურვისთანავე კვდება, ქრება და მხოლოდ რჩება თეატრმცოდნის დაწერილი რეცენზიები, წიგნები ან ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები და სწორედ აი ამ სპექტაკლების და თეატრალური ხელოვნების უკრავყოფისათვის ცხოვრა ბატონმა ვასო კიკნაძემ, რომელიც მთელი ცხოვრება ჩრდილში იყო და 47 წიგნი დაწერა. არაერთი თეატრის დაარსებაში აქვს უმთავრესი წვლილი მიღებული და უამრავი მნიშვნელოვანი საქმე აქვს. დაახლოებით 100-მდე სტუდენტი ყავს აღზრდილი, რომელიც დღეს უკვე სახელმოხვეჭილი მსახიობია და თითქმის ყველა თეატრმცოდნე იყო მისი სტუდენტი. 10 წლეულების განმავლობაში ის გახლდათ 32 წლის განმავლობაში თეატრალური უნივერსიტეტის პრორექტორი და ამ პერიოდში გავლილი ყველა მსახიობი თეატრმცოდნე თუ რეჟისორი იყო ბატონი ვასოს სტუდენტი, რომელიც ამაყობდა ამით, რომ ის თეატრის ისტორიას ეუფლებოდა ისეთ გამორჩეულ მკვლევართან და თეორეტიკოსთან, როგორც იყო ბატონი ვასო კიკნაძე. ჩვენ შევეცდებით, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში ჩავთოთ თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლები, რეჟისორები, მსახიობები, თეატრმცოდნეები, მისი მეგობრები, კოლეგები და ისინი გაიხსენებენ ბატონ ვასო კიკნაძეს როგორც გამორჩეულ თეატრმცოდნეს და მეც შევეცდები, რომ დროის საშუალების და მიხედვით რაღაცები მოგიყვეთ იმ მნიშვნელოვანი ცხოვრებიდან, რომელიც განვლო ბატონმა ვასომ. ჯემალ ღაღანიძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. რუსთაველის თეატრის სახელით სწორედ ის ისაუბრებს. ბატონი ვასო 10 წელი გახლდათ რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე და პროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, როდესაც ქუხდა რუსთაველის თეატრი. ბატონ ჯემალ, მოგესალმებით. მოგესალმებით სიცოცხლე. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას და ვიცი, რომ თქვენს განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდათ ბატონი ვასოსადმი და აი როგორ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბატონი ვასო. მადლობა მე რომ ჩავთეთ ამ გადაცემაში, იმიტომ რომ მე ბატონ ვასოს ძალიან დიდ პატივს ვსევდი, როგორც ძალიან დიდ თეატრალს, როგორც ძალიან დიდ კრიტიკოს, როგორც თეატრმცოდნეს. ძალიან დიდი სიყვარულით ვიყავი მასთან. შეიძლება ითქვას, რომ ერთი თაობის ხალხი ვარ. ჩვენ ინსტიტუტის პერიოდშიც ერთად სწავლობდით, ერთად ვიყავით. და ნათქვამია ახლა საფულე ხარსო კოჭებში ეთყობა, იქვე ეთყობოდა ბატონ ვასოს, რომ ძალიან დიდი თეატრმცოდნე გამოვიდოდა. კარგად დაიწყე შენ გადაცემა, მე გისმენთ, უსმენთ თქვენ გადაცემას. კარგადაც ვფიქრო, დაილია, მართლა დაიფერფლა თეატრისათვის ეგ ადამიანი. თეატრის იქით მაგას ალეთა ოჯახი და თეატრი, თეატრი და ოჯახი. აი ესე იცხოვრა ბატონმა ვასომ, იყო ძალიან დიდი პედაგოგი, რომელმაც აღაზრდა ძალიან ბევრი თეატრმცოდნე. აი ნიმუში შენახარ მან ჩემო და იცი რომ ესეა და ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვა ბატონმა ვასომ. ეხლა ისეთ პერიოდებში მოუხდათ აი ბატონ ვასოს კარგად იყვნენ, ეხლა ვისაც მე ვახსენებ ბატონი ნოდარი გურამბანიძე, გურამ ბათიაშვილი, ნათელა არგალაძე, ხო? ეს ყველა არ შეიძლება რომ ნინიკაშვილი გამოვთქვათ, ეს ხალხია, რომლებიც მართლა დაიფერფლა აი ნინიკაშვილი და ბატონი ვასო და კარგად ყავდეს ნოდარის, გურამის, ნათელას კარგად იყვნენ. ამა ძალიან ისეთ პერიოდში მოუხდათ მოღვაწეობა, რომ აი თეატრი კატაკლიზმები იყო თეატრში, კაცო ერთი ფორმიდან გადადიოდა თეატრი, მეორე ფორმაში იყო, ძალიან ჩამოყალიბების პერიოდში იყო და ის ოქროს ხანა ამათ ხელში დაიწყო ყველაფერი ეგ, რაც დღეს ქართულ თეატრს აქვს და ქართულ თეატრის დიდებას აქვს. აი ძალიან გული წყდება, ყველანაირად წყდება გული, რომ ბატონი ვასო წავიდა. ბატონი ვასო იყო ადამიანი, რომელიც კანონის კაცი იყო, სხვათა შორის, ძალიან პროფესიონალი იყო, თავის ინსტიტუტშიც ასეთი იყო, მაგრამ ამავე დროს კაცობას არ კარგავდა, მეგობრობაში მეგობარი იყო, ესე იგი ხელის გამოწვობაში ხელს გამოგიწოდებდა ისეთნაირად, მაგრამ
ყველაფერს გაგიკეთებდა, ოღონდ თეატრს არაფერი დაკლებოდა და თეატრში ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც საჭირო იყო და როგორც თეატრი ვითარდებოდა. 10 წელი ერთად ვიმუშავეთ. მე ბედნიერი კაცი ვარ, მე ვამბობ, როდესაც თეატრალურ ცხოვრებაში მიდგება ლაპარაკი, მე ბედნიერი კაცი ვარ, იმითაც რომ ძალიან ბევრს მოვესალი მე. კარგად იცი რომ ბატონი აკაკი ხორავა, ბატონი ვასაძე, რა ვიცი თავარ ჭავჭავაძე, საღარაძე, გიორგი და აი ამ თაობიდან ისაუბრა დავხსნა მე თეატრში და ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, აი თეატრონდე და ურთიერთობაში ბატონი ვასო იყო ჩვენთან. ჩვენ თეატრში წლების მანძილზე იყო ლიტერატურული ნაწილის გამგე და აი იმის ხელში მოხდა იქიდან დაიწყო ქართული თეატრის და კერძო სურსაველის თეატრის აღორძინება. ძალიან გულდასაწყვეტია ჩემონიკა ეს ყველაფერი და ძალიან მიხარია რომ თქვენ ასეთ პატივს მიაგებთ ბატონ ვასოს ჩვენი ვალი ეგ არის და ყოველთვის იცოცხლებს ბატონი ვასო ჩვენ გულში. ყოველთვის იქნება სანამ ქართული თეატრი არსებობს და ქართული თეატრს სიკვდილი არ უწევია. ბატონი ვასოს სახელს უკდავ იქნება ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჯემალ აბსოლუტურად. აი ხა მე არ ვიცი შესრულები ვინ აკავს მან და სხვადასხვა წარმომადგენლები ჩაგვერთვებიან ქართული თეატრის. ჩაგვერთვებიან ქართული თეატრის და ყველას უსამძიმრებს, უყოლას უსამძიმრებს ბატონ ვასოს. ჩვენგან წასვლა სიცოცხლე დიდი მადლობა ბატონ ჯემალ ღაღანიძე გვერთვებოდა ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში უნდა მოგახსენოთ ყოველთვის ცდილობდა ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ბატონ ვასოს როდესაც მაგალითად ახალციხეში გადაწყდა თეატრის დაარსება მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რომ სწორედ ეს თეატრი ქართულენოვანი თეატრი ყოფილიყო და იქ მოსაზღვრე რეგიონში ქართული ენის პროპაგანდა წასულიყო და რასაკვირველია არავის არ უნდოდა თბილისიდან ახალციხეში წასვლა სამუშაოდ და 4 წლის განმავლობაში იმ ჯგუფს რომელსაც ასწავლიდა ბატონი ვასო კიკნაძე ეს იყო გალინა პატარიძე თუ სოსო ბაკურაძე თუ ქალბატონი ნანა დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით რომლებიც წავიდნენ ახალციხეში 4 წლის განმავლობაში ბატონი ვასო შედიოდა ჯგუფში და ეუბნებოდა რომ იცით თქვენ სად მიდიხართ იცით თქვენ რა ბედნიერები ხართ რა ამხელა პასუხისგებლობა გერგოთ ანუ ჩვენ განცდა გქონდა რომ პარიზში მივდიოდით და არა ახალციხეშიო და თუმცა ჩავიდნენ ისინი და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვენს ქართული სიტყვა გააჟღერეს ახალციხეში და დღემდე ძალიან აქტიურად მოღვაწეობს ახალციხის თეატრი ჩვენ სულ ცოტა ხანში ახალციხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი ჩაგვერთება მანამდე კი ქალბატონი ქეთევან კიკნაძე ბატონი ვასოს მეგობარი და მოგვარე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ისაუბრებს ბატონ ვასოზე მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან მოგესალმებით ძალიან საწყენია რომ არა მაქვს რადიო და არ ვიცი ვინც ხერხართ მან მაგრამ მოგესალმებით საუბრობდა დიახ გისმენთ ქალბატონო ნიკა ბატონი ვასო მრავალი თაობის აღმზრდელი იყო და არა მარტო აღმზრდელი კაცი რომელიც აქვეყნებდა რეცენზიებს და მე არ მახსოვს რომ ვინმე უდიერად ეხსენებიოს აი რაც მოდაში იყო კრიტიკოსებისგან ხოლმე აი ეს არ მახსოვს ბატონი ვასოსაგან ის პარალელურად მხოლოდ ახსენებდა ნიჭიერსა და საერთოდ წარმატებულ ადამიანს და ის ვინც ერთი საფეხური დაბლა იყო რა თქმა უნდა მისთვის გასაგები იქნებოდა ყველაფერი მე ვფიქრობ რომ არა მარტო რეცენზიები მან დაგვიტოვა ძალიან დიდი საგანძური უნიკალური წიგნები თეატრის ხელოვნებაში და არა მარტო თეატრის შესახებ მრავალი წიგნი აქვს კიდე გამოცემული და გამოცემულია თავისი ბიოგრაფიული წიგნიც კი გამოთხოვება მოგონებთ ამ წიგნებში მე მოუწოდებ ჟურნალისტებს ყველას რომ წაიკითხონ ეს წიგნები იმიტომ რომ აი როგორ მოდის ქართული თეატრი როგორ იქმნებოდა მისი ფესვები როგორ ვითარდებოდა, ყალიბდებოდა. რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ ბატონ დიმიტრი ჯანელიძეს, მაგრამ ბატონი ვასო ფეხ მიყებოდა თანამედროვე თეატრის წინსვლას. ახლა ალბათ რა თქმა უნდა გულსაწყვეტია რომ ბატონი ვასოს გარეშე მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მომავალი თაობები, რა თქმა უნდა, ამ წიგნებით იხელმძღვანელებენ. მის ცხოვრება იყო თეატრი, ინსტიტუტი,
ინსტიტუტის აღსაზრდელები. აი მე ვერ წარმომიდგენია რაიმე თეატრალური მოვლენა მის გარეშე. და საერთოდ დიდი მადლობელი ვარ, რომ მისი ყოველი გამოსვლა იყო ეს რაღაცა არაჩვეულებრივი. ყველა გამოსვლის ჩანაწერებს მე ვინახავ. ერთხელაც და ბევრჯერაც მას თქვა, რომ გიგალორ სკიფანიძე იყო მოვლენა ქართულ კულტურაშიო და ეხლა მე ვეუბნები მას და უბრუნებ ამ სიტყვებს, რომ ქართული თეატრის ისტორიაში ბატონი ვასო მართლა დიდი მოვლენა იყო. ეხლა მე მინდა ერთი რამე გავაჟღერო, მე მის შეხვედრაზე ეს მოვყევი, ნიგა, რომ სოხუმიდან თეთლუნდი გონიტაშვილი არის ასეთი მსახიობი, რომელმაც ჩამოიტანა მარჯანიშვილის დღიურები. მარჯანიშვილს თუ დღიურები ქონდა, ჩვენ არავინ არ ვიცოდით. მოუტანა გიგას. და როდესაც წაიკითხა გიგამ უთხრა, რომ ეს არ შეიძლება კერძო მფლობელობაში იყოსო და ეს ჩვენ მუზეუმს უნდა ჩავაბაროთო და მართლაც ჩავაბარეთ. მაგრამ ეხლა რატო ვამბობ ამას? მე მაქვს მარჯანიშვილის, კოტე მარჯანიშვილის ლექსი, ბედანი, მისი ხელით დაწერილი რუსული ლექსი. და ვფიქრობდი, რომ აი დღეს, აი ხვალ, აი დღეს ვნახავ ბატონ ვასოს და მე ამას მიუტან, რა თქმა უნდა მას გაეხარდებოდა, მაგრამ არ ველოდი, იცით, არ ველოდი ასეთ უეცარ რაღაცა დასასრულს და გადავწერე მე ის და სასახლეში ჩავდე და გავატანე ეს, რა თქმა უნდა, სიმბოლურად. აი გარდა ყველაფრისა ძნელად დავასახელებ ადამიანს, რომელიც ასე წყნარად, ასე მშვიდად წასულიყოს ამ ქვეყნიდან. უპრეტენზიოდ კი. მე მგონი შენ გითხრა, ნიკა, რომ მე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობებიო. არა, ეს ასე არ არის. ეს გაგრძელდება მისი არაჩვეულებრივი უნიკალური წიგნების სახით. და მე მადლობელი ვარ მისი ყოველ მხრივ. ძალიან დამწუხრებული ვარ. და კიდევ ერთი. მისი მე მგონი პირველი ტომია. რომ ბოლოში წერს, რომ მე გავაკეთე რაც შემეძლო, და გააკეთონ უკეთესთა შემძლებელთა. რა ვიცით, როდის იქნება ეს უკეთესთა შემძლებელთა, მაგრამ ვასოს მე ვერავის ვერ უპირისპირებ. ბოდის ვუხდი ყველას, მაგრამ ვერ უპირისპირებ. და თუ ვინმე გამოჩნდება, არა, ჩვენ გვყავს კიდევ მიაშემილი არ ვახსენო, ნოდარ გურაბანიძე, უნიჭიერესი ადამიანი. მისი განუყრელი მეგობარი. რა ვთქვა? დიდი მადლობა, რომ ყოფილიყოს მისი მშობლიური მიწა, რისთვისაც ის იღწოდა და იწვოდა, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა. კალბატონო ქეთევან კიკნაძე საუბრობდა ბატონ ვასო კიკნაძეზე, სულ ცოტა ხნით რეკლამას დაუთმოთ, რომ ძვირფას რადიო მსმენელები და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ავასცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო იმედი აგრძელებს ბატონ ვასილ კიკნაძეზე საუბარს. დღეს ავანსცენა გადაცემა, ჩვენ ყოველ სამშაბათს საუბრობთ ხოლმე თეატრზე და ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა ქართულმა თეატრმა, გარდაიცვალა დიდი ქართველი თეატრმცოდნე ბატონ ვასილ კიკნაძე და თუკი შეიძლება თეატრმცოდნე იყოს დიდი, ეს უპირველეს ყოვლისა იყო ბატონი ვასო. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ის საზოგადოებრივი ცხოვრება და გამბედაობაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი გეგა კობახიძე დააპატიმრეს თვითმფრინავის თაობის ბიჭებთან დაკავშირებით. ბატონ ვასოს და თეატრალურ ინსტიტუტს სასამართლომ მოსთხოვა
პირადი საქმე გეგა კობახიძისა თუ როგორ სწავლობდა ის და როგორ ყოფაქცევით გამოირჩეოდა თეატრალურ ინსტიტუტში. ბატონმა ვასო კიკნაძემ ღამით გამოიტანა მთელი ჯგუფის პირადი საქმე, ამოხია გეგა კობახიძის ის ცელქობები, რაც სტუდენტისთვის დამახასიათებელია, ცელქი სტუდენტისთვის რო აცდენ და აგვიანებდა ერთხელ იჩხუბა კიდევაც და ჩაწერა სრულიად განსაკუთრებული პირადი საქმე შეავსო თავიდან, რომ გეგა იყო გამორჩეული, წყნარი, მშვიდი, დინჯი, აუღელვებელი სტუდენტი, რომელიც არასოდეს არ აცდენდა ლექციებს და არასოდეს არ ცელქობდა და გასაკვირველია ამან სასამართლოში ვერ უშველა, მაგრამ ეს პირდაპირი რისკი იყო იმისა, რაც ბატონო ვასომ გააკეთა ეპოქის წინააღმდეგ გალაშქრება და სტუდენტისთვის ამხელა რისკის გაღება, რომელიც მთელი ცხოვრება ახასიათებდა ბატონო ვასოს და მას ნამდვილად შეეძლო, რომ სტუდენტის სასიკეთოდ საკუთარი თავისთვის საფრთხეც კი შეექმნა. მისი უმცროსი მეგობარი ბატონი ძიმა ღვთისიაშვილი გვერდება ახლა პირდაპირ თეატრში მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ძიმა, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას. აი ქალბატონმა ქეთევან კიკნაძემ და ბატონმა ჯემალ ღაღანიძემ ისაუბრა და აი დაახასიათეს როგორც ისეთი გამორჩეული მკვლევარი, როდესაც თეატრში ყოველთვის იყო მოლოდინი რა სიტყვა და ვასო კიკნაძე. აი თქვენ შემთხვევაში როგორი დამოკიდებულება? საკურველია, ჩემო ძვირფასო, აქ არის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, როდესაც მეგობრად დამასახელეთ, ჩემთვის ბატონი ვასო იყო ბევრად უფრო მეტი ალბათ ვიდრე მეგობარის მის ხელში გავიზარდე პირდაპირ მნიშვნელობით. ჩვენ ერთ ეზოში ვცხოვრობდით, შემდეგ ისე მოხდა, რომ წვერში ერთი ღობე ყოფდა და ქალბატონი ქეთინოც როგორც ძველი წვერელი იცის როგორ ის სიახლოვე იყო მან და მე მინდა გითხრათ, რომ ის უშუალოდ ჩემი პედაგოგი არ ყოფილა. ქართული თეატრის ისტორიას მე ჯაბა იოსელიანი და ნინო შვანგირაძე მასწავლიდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ მე აღმოჩნდი მისი ბოლო დოქტორატი. ანუ მე ჩემი დისერტაცია, რომელიც აგერ ნოემბერში დავიცავი, ბატონი ვასო იყო ხელმძღვანელი და ეს აღმოჩნდა ბოლო სამწუხარო. აი თუნდაც აი ამ დისერტაციაზე მუშაობის დროს, თუნდაც მანამდე რაღაცა ეს ძალიან ახლო ურთიერთობები განსაკუთრებით წვერის საღამოების, ეს იყო ცალკე მთელი მეცადინეობები, მთელი სალექციო კურსები. არ ვიცი, მე აი ძალიან იშვიათად მინახავს ამ ტიპის კომპეტენტური ადამიანი საკუთარ დარგში. ხდებით, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი როდესაც აი ენციკლოპედიური სიზუსტით ენდობოდი ადამიანს ნებისმიერი შეკითხვის დასმისას. ანუ შეკითხვა არ ისმებოდა შეკითხვისთვის. იქ იცოდი, რომ ის პასუხი, რასაც მიიღებდი, ის იყო, აი წყალი არ გაუვიდოდა. აი ხდებით, აი ასეთი რაღაცა მეტრი თუ შეიძლება ასე ითქვას, სამწუხაროდ აი ამ დარგში თითქმის აღარ არის. თითქმის აღარ არის განსაკუთრებით ქართული თეატრის ისტორიის მიმართულებით. და აი ეს ჩემთვის ორმაგად უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც 97 წელშია და თავისი შრომის მოყვარეობით, თავისი ყველანაირი უნარით ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭიროა დღესაც. თან როგორ აზროვნებდა, აი თანამედროვე აზროვნებდა მისი ასაკის მიუხედავად. და ეს იყო საოცარი სისხარტი. იცოდა ხოლმე ხუმრობა, ჩავთე, ხონური. იტყოდა ხოლმე და იქ რაღაცას მოყვებოდა ისეც, რომ აი რაღაც საოცარი იუმორის მქონე და შემდეგ აი სალექციო კურსის განაწილებაზე რო ყვებოდა ხოლმე ესეთი იმით შემართებით, რომ მე 7 წუთზე აუცილებლად იუმორი უნდა გაგერია. აუცილებლად. ნუ ეს იყო კარდიოგრამა ქონდა, კარდიოგრამა, ლექციის ჩატარების კარდიოგრამა. კი, და ანუ ხო ხდებით ეს აი მოცულობითი ადამიანი იყო და ესეთ კურიოზისთვის იყო ესეთი ის, რომ 80 წლის რო შესრულდა კატეგორიულად მითხრა, რომ დამთავრდა ახლა შენ ზოგჯერ თხოვ ხოლმე რაღაც საღამოებზე გამოსვლას და ესო გამორიცხულიაო. არ არსებობს 80 წლის ავი მანჭე კაცი გავილიე უკვე ახლა გამოდის სცენაზე ილაპარაკე რა ვიცარ შემთხვევაში არც გამიბედო მითხრა. სულ ეს გახდა დეკემბერში 80 წლის და აგერ მარტში 3 თვის შემდეგ ქალბატონი ლილის იუბილეა იოსელიანის და ურეკავ პავლოვიჩ ასე მითხრეს მეთქი რომ 80 წლის აღარ არის მაშინ რაც 91-ის ხდება მეთქი ახლა მინდა რომ შევაფარო ლილის აღამოზე გამოვიყვანო და მიხვდა ახლა პირდაპირ მითხარი რა გინდაო
მეოთხარი ასე ქალბატონ ლილის საღამოზე ხა ყველაზე მეტი თქვენ გაქვთ დაწერილი ქალბატონ ლილიზე და საერთოდ ქართულ რეჟისორებზე რამდენი ტომია გამოცემული ცალკე პერსონალიებად, მერე ცალკე ეს რეჟისურის ისტორიის ნარკვევები, ცალკე ქართველი რეჟისორები, რა ვიცი, ვინ მოტყვის, იმდენი მემკვიდრეობა დატოვა. ნუ ბოლოს დავითანხმე. მერე კიდე და მერე ნოდარ გურაბანიძე მითხრა, რა გინდა შენ უნდა მოკლა ეს კაცი დაანებე ამ საჯარო გამოსვლებს თავიო, მაგრამ მერე ვხედავ ისეთი ორატორი იყო და ისეთი წინვალებით წარსდებოდა ხოლმე საზოგადოების წინაშე, რომ იყო დიდ ოვაციაში და ესმის არტისტების ტაში რატო უყვართოს უხუმრობდა ხოლმე ამას. სხვათა შორის ნოდარ გურაბანიძემ ეხუმრა ერთხელ რომ ასეო ყველაზე კარგად რომ გამოდიხარო და ყველაზე კარგ ნეკროლოგზე რომ ბარემ შენიც დაგვიტოვე და მზად გვექნებაო და სხვათა შორის აი ამ ზაფხულს ნიკა იყო ეგეთი იდეა ქონდა უბრალოდ მან ვერ მოასწრო რომ ესე მითხრა რომ 53 წელში ნატო ვაჩნაძე რომ მოკდაო ბოლო კურსზე ვიყავიო და მითხრეს რომ ნეკროლოგი დაწერეო და დავწერე ნეკროლოგიო და ის იყო პირველიო და იმის შემდეგ 400-ზე მეტი ნეკროლოგი მაქვს დაწერილი. ამ ნეკროლოგებსო თან შენახული მაქვს ეს ნეკროლოგები ეხლა ხანსო თვალი რომ გადავავლეო ისე ჩანსო ეპოქაო ანუ რა ეპოქაში იწერებოდა ეს როგორ იცვლებოდა წერის სტილი მანერა და არა და სტილის და მანერის გარდა ამ ნეკროლოგებში ხო მათი ბიოგრაფიები იყო მოთავსებული მთელი ქართული თეატრის ქართული კულტურის და პრაქტიკულად და მინდაო ცალკე წიგნად გამოვცეო ეს ნეკროლოგებიო იმხელა ინფორმაციას იტევსო და მართლაც რაღაც წარმოგიდგენილი გაქვს დაახლოებით რა კატეგორიის ადამიანები იყო ეს 400 კაცი წარმომიდგენია ძიმა ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა სამწუხაროდ ისევ რეკლამის დროა უღრმესი მადლობა დიმიტრი ღვთისიაშვილი გვერდებოდა ძვირფასო რადიო მსმენელებო ჩვენ ბატონ გიზო ჟორდანია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ზაზა სოფრომაძე მისი ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი სტუდენტი შემოგვიერთდება სტუდიაში დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე დაგიბრუნდით ისე ძვირფასო რადიო მსმენელებო ჩვენ საუბრობთ ბატონ ვასილ კიკნაძეზე თეატრ მწოდნეზე და აქვე კიდევ ერთ პატარა ისტორიას გიამბობთ სანამ შემდეგი სტუმარი ჩაგვერთვებოდეს როდესაც თეატრალური უნივერსიტეტი თეატრალური ინსტიტუტი იმ პერიოდში არსებობდა არ იყო კინოსკოლა და ქართულ კინო რეჟისორებს თუ კინომწოდნებს უწევდათ მოსკოვში წასვლა პროფესიის დასაუფლებლად და ბატონმა ვასილ კიკნაძემ ჩვეული ოსტატობითა და დიპლომატიით გამოძალა შეიძლება ითქვას რომ რაღაცა გაყალბებულ ბანკებზეც კი უწევდათ ბეჭდა და აი მთელი თაობა სადაც თემურ ბაბლუანი და ნანა ჯანელიძე და გოდერძი ჩუხელი და ყველანი მონაწილე აღიზარდნენ და დადგნენ კინორეჟისორები ეს სწორედ ბატონ ვასოს დამსახურებით დაიწყო თანამოაზრეებთან ერთად და დაარსდა ქართული კინოსკოლა საქართველოში ბატონი გიზო ჟორდანია ჩაგვერთვება ეხლა ცოტა ხანში მანამდე კი მე უნდა მოგახსენოთ რომ ზაზა სოფრომაძე გვყავს ჩვენ სტუმრად ბატონი ვასოს ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი და ზაზაი როგორ გაიხსენებთ ბატონ ვასოს და მე შემიძლია ვთქვა რომ საოცრება იყო აუდიტორიაში ჩვენ მაგათაც ტას უკრავდით ხოლმე როცა მთავრდებოდა მისი ლექციები მოგესალმებით მართლაც კარგია ბატონ ვასოზე ლაპარაკი მაგრამ სამწუხაროა რომ ამ კონტექსტში სულ რამდენიმე დღის წინ იგი დააკრძალეთ მოგეხსენებათ ყველას მართლაც ბატონი ვასო იყო საუკეთესო პედაგოგი და საუკეთესო ორატორი როგორც ხან ძიმა ღვთისიაშვილმა თავის განაცხადა და ისე საინტერესო იყო ხოლმე ლექციებზე სხვადასხვა ქართულ თეატრს სხვადასხვა პერიოდზე სხვადასხვა ფაქტზე ლაპარაკი იმიტომ რომ მოსმენა მისი იმიტომ რომ ბატონი ვასო გარდა იმისა რომ იყო რა თქმა უნდა მკვლევარი და ისტორიკოსი ქართულ თეატრის იყო ბევრი ამ ფაქტის მომსწრე თვითმხილველი მონაწილე განსაკუთრებით მინდა საერთოდ მის მოღვაწეობაში ხაზი გაუსვა და აღნიშნო მისი დამოკიდებულება რუსთაველის თეატრთან და რუსთაველის თეატრის დიდებულ მსახიობებთან აკაკი ხორავადან დაწყებული რომელმაც ის მიიყვანა რუსთაველის თეატრში სრულიად იყო მისი სრულიად ახალი ინსტიტუტი დამთავრებული ახალგაზრდა კაცი და ესე დიდი ნდობა გამოუცხადა ლიტერატურული ნაწილის გამგე დანიშნა ამოდენა თეატრის 10 წელი თვარვსდები მოღვაწეობდა და თეატრში რუსთაველის თეატრში ამ ხნის მანძილზე და შემდეგ პერიოდშიც სხვა პერიპეტიის სხვა საინტერესო ფაქტის გამარჯვების მომსწრე იყო ბატონი ვასო და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ის როგორც თავის წიგნებში ასევე ინსტიტუტში აუდიტორიაშიც და ფართო მსმენელსაც ძალიან საინტერესოდ მოუთხრობდა
ფაქტობრივად უნდა აღნიშნოთ ზაზა ისიც რომ ძალიან ბევრი რამე ბუნდოვანი დარჩა ქართული თეატრის ისტორიაში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის რამე რო გვაინტერესებდა დავრეკავდით ბატონ ვასილთან. ხო, იცი მართლაც არის რაღაცა შეკითხვები და რამდენიმე საკითხი, რომელზეც ფიქრობდი ხოლმე რომ დაურეკავ ბატონ ვასილს. საერთოდ ასეა ცხოვრებაში ადამიანები რომ მიდიან შეიძლება ბევრი რამე მერე უფრო გამოჩნდეს და უკეთ ფასი მისი მერე გაიგო. აი სწორედ როცა გარდაიცვალა მაშინ კიდევ ერთხელ გამახსენდა რომ რაღაცები მინდოდა კიდე მეკითხა ბატონ ვასილს. სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხის გამცემი აღარ დარჩა. ხო, აი სამწუხაროდ ბატონ ვასო ქართულ თეატრში, თეატროსოდნეობაში და საერთოდ კულტურაში ერთ-ერთი პატრიარქი და ერთ-ერთი ბოლომოხტანია იმ თაობის, რომლებიც მიდიან და სამწუხაროდ შეცვლილები სარიელ ადგილს. ადამიანი რომ მიდის, ალბათ სამყაროში სარიელი ადგილი რჩება, მაგრამ ასეთი მასშტაბის ადამიანები რომ მიდიან, მართლაც შევა სიცარიელი, იმიტომ რომ მართლაც მე პირადად აი საკუთარ მაგალითით რომ განსაჯო, რაც გააკეთა, რაც მოხერხა, რაც შეძლო, რამდენიც იღვაცა ბატონმა ვასომ, მე რამდენიმე სიცოცხლე არ მეყოფოდა. მართლა წარმოუდგენელია მისი შრომის უნარი და შედეგი და ნაყოფიერება და ის რაც მეუბნებოდა ხოლმე, ის ასევე მოღვაწეობდა, მე ამჟამად კულტურის სამინისტროში თითქმის 10 წელია მუშაობდა, ის ასევე 10 წლეული მუშაობდა კულტურის სამინისტროში და მეუბნებოდა, რომ მეც მუშაობდი სამინისტროში და წერდი აქტიურად, ანუ ხას უსვამდა იმას, რომ ჩამოშორდი აქტიურ თეატროსოდნეობ ცხოვრებასო, საქმიანობასო და აი ფიქრობდი, რომ და მართალია ის ამას ახერხებდა. და რა ვიცი, ჩვენ გვიყვებოდა ზაზა რომ როდესაც ხამე წერა მიწევდაო, ჯამშიო ჩავასხავდიო ცივწყალსო, ჩავყოლდიო ფეხებს და ისევ წერდიო რომ არ დამეწინაო და ოჯახი მერჩინა წერითო და ამიტომ იყო საოცრად პროდუქტიული. 47 წიგნი რაძღვის და 1500-ზე მეტი მარტო კვლევა თუ რეცენზია წერილი. ჩვენ ახლა ლია სულუაშვილი გვერდება ახალციხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მე უნდა აღვნიშნო რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მე გადაცემის პირველ ნაწილში ვსაუბრობდი ამ თემაზე ახალციხის თეატრის, ნესხეთის თეატრის დაარსებაში და ქალბატონო ლია მოგესალმებით და ჩვენ საუბრობთ ბატონ ვასო კიკნაძეზე და აი თქვენ როგორ გაიხსენებდით ბატონ ვასოს. ქალბატონო ლია სამწუხაროდ არ ხერხდება ქალბატონ ლიასთან კავშირის დამყარება, ჩვენ სულ ცოტა ხანში ისევ გავაგრძელებთ საუბარს და მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ინიციატორი და ყოველთვის ცდილობდა ხოლმე რომ ეგეთად აი კრწანისის ომში დაღუპულ ქართველ მსახიობ მებრძოლთა მემორიალის გახსნის ინიციატორი იყო ყოველთვის. ქალბატონ ლია ციტყვის უკაცრავად და საერთოდ მესხეთის თეატრის პირველი თაობის მსახიობები, ისინი ვინც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წავიდა თეატრში ქალბატონ ნანა დემეტრაშვილის რეჟისორის ხელმძღვანელობით, აი ბატონი სოსო ბაკურაძე მაგალითად მსახიობი უფროს თაობის ამ თეატრის დამაარსებელთა თაობის სულ ამბობს და იხსენებს და ხას უსვამენ ისინი, რომ ეს ყველაფერი მათი განწყობა, მათი მზაობა საამისოდ მომზადდა ბატონი ვასოს ლექციაზე. მეგონა რომ პარიზში მივდიოდით. დიახ, ისე მივდიოდით ახალციხეში, რა თქმა უნდა, მას ქალბატონ ლია უკეთ ილაპარაკებს და რადგან ახსენე შენ მისი აი მოქალაქეობრივი პოზიცია, ბატონი ვასოს ნებისმიერი ნაზრევი, ნაშრომი და გამოსვლები განსაკუთრებით გაჯერებული იყო, ნუ მართლაც ქართული ხასიათის, ქართველი კაცის არა მარტო ქართული თეატრის, არამედ საქართველოს ქვეყნის მომავალზე ფიქრით და ზრუნვით და ხშირად კარგი მინიშნება იყო და მიგრძნია ხოლმე ეს კრიტიკული შეფასებით ხალხს გაუსვამდა ხოლმე ქართული ხასიათის ზოგიერთ თვისებას, რის გამოც შეიძლება ჩვენ ბევრი და სხვადასხვა შემთხვევაში ვიზარალეთ. და ვაზიანეთ საკუთარ თავს და ქვეყანას. მოусმინოთ ქალბატონ ლია სულუაშვილს. ქალბატონო ლია, მოგესალმებით. ჩვენ საუბრობდით თუ რამხელა წვლილი მიუძღვის ბატონ ვასოს ახალციხის თეატრის, მესხეთის თეატრის დაარსებაში და თქვენ დამაარსებელთა თაობის წარმომადგენელი ბრძანდებით დღეს სამხატვრო ხელმძღვანელი ხარ და აი რა იყო ვასო კიკნაძე თქვენი თეატრისთვის? ჩვენი თეატრისთვის ეს იყო წინამძღოლი, გზამკვლევარი, იმ შეუცნობელი უდაბნოსი, ასე ვთქვათ, სადაც ცენ პირველი ხნული უნდა გაგვევლო გარკვეული წლების შემდეგ, რომ ქართული თეატრის სახელმწიფო სტატუსი დაგუგენილიყო. ისე რომ აი მთელი მისი ცხოვრება და მისი ბოლო წლები, 60-იანი წლებიდან
ჩვენთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ის იყო ჩვენი ასე ვთქვათ, როდესაც უსხუმხარეში მოვდიოდით, იმ ხარეში, სადაც წლების განმავლობაში ჩაკეტილი ზონა იყო, აწური არის ასეთი სოფელი, სადაც იყო რუსული შლაგბაუმი და იქ ჩიტი ვერ გადმოფრინებოდა სპეციალური სასის გარეშე და ძალიან ბევრი ქართველისთვის არ იყო გაცნობიერებული ეს მხარე თავისი კულტურული ღირებულებებით და ასე ვთქვათ, ბევრი რამით. აი წარმოვიდგინეთ ამ მხარეში ისეთი აგიტაცია გაგვიჩაგვიტარა, ისე დაგუმოწვრა, ისე აი დაგტენა ეროვნული განცდებით უყოფანი წამოვედით იმ მხარეში, სადაც შლაგბაუმი უნდა გახსნილიყო. არა მარტო კულტურული ცხოვრების, არამედ ჩვენ პიროვნებების და ასე ვთქვათ, აი კიდევ ერთი ქართული ძირწველი თეატრი თავის სიტყვა რომ უნდა ეთქვა და არა მარტო იმ დღეებში და მარტო იმ წლებში კი არ იყო ის ბატონი ვასოი ჩვენი ასე ვთქვათ დამრიგებელი და მომწოდებელი, არამედ ის თან ფარველობდა თან ვითვალთვალებდა როგორ მივდიოდით, როგორ ვიტარდებოდა ჩვენთან კულტურული ცხოვრება, კერძო თეატრის ცხოვრება, რეპერტუარი იყო და ის კომაკიც იყო, დამხმარეც იყო, მრჩეველიც იყო და ასე ვთქვათ უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბატონ ვასოს რომ ხესა ქართული თეატრი ასე ძალუმად ეთქავს სოციალურად ასე ვთქვათ თავის საქმის საკეთებს ჩვენ სამხედრო ბოლო წლებშიც მე აი ბოლო 2-3 წლის წინაც ვიცი რომ ძალიან აქტიურად ერთოდა და ყოველთვის იდგა ახალციხის თეატრის მხარეს და ყოველთვის არა მარტო პატრონი კომადი იყო და თანაც იცი აი არის ადამიანები რომლებიც აი რაღაც პირადი სიმპათიებით განსხვავებენ მის თეატრს ასე შემდეგ, მაგრამ მისი აი ობიექტური ხასიათით გამოირჩეოდა ეს პიროვნება, აი რომ ის არ იყო მხოლოდ აი რაღაცა ისეთი მიკერძოებული და საოცრად აი მარცხის მწმელი, აი რადგანანია რომ ქართულმა თეატრმა დაკარგა დიდი კომადი, დიდი ჟამტაღწერელი და ამას წინათ ფიქრობდი რომ ესე იგი რამდენი რამე კიდევ წაიღო იმ ქვეყანას უთქმელი ისეთი რომელიც აი შეგნებულად არ ამბობდა ჩვენ პირასაუბრებში ქონდა ძალიან ბევრი რამე იცოდა თეატრის ორგანიზმია ბატონო ნიკა იცის და იქ სადაც ბევრი პლუსებია, ბევრი მინუსებიც არის, ბევრი წვენა არის, ბევრი ტკივილია, ბევრი სიხარულია და ის ყოველთვის დადებით კუთხით უნდა გაეშუქებინა ყველა თეატრის ცხოვრებაში თითოეული მოღვაწის საქმიანობა ღვაწლი და ასე ვთქვათ, აი ძალიან დასანანია რომ შეიძლება ბევრი რამე ისეთი ასე იყო ნამდვილად. დიდი მადლობა ქალბატონულია წარმატებებს გისურვებთ თქვენ. და ფათაშორის გამიდა თქვა რომ აი რატომღაც მგონია რომ აი ეს რეცენზია რომელიც ჩვენს თეატრზე დაიწერა მისი უკანასკნელი რეცენზია იყო ეს სპექტაკლზე 7 ღამე და კი მე აღარ დაუწერია ხო ტკივილი და სინანული დაგვიტოვა აი დიდი სიტყვა დიდი სინანული და აი ის განცდა რომ საქართველოს თეატრს დააკლდა აი შესანიშნავი პიროვნება და არა მარტო საქართველოს თეატრს საერთოდ საქართველოს იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ არიან სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ასეთი ისეული მერქანათელში ამ ოფისის დიდი მადლობა ქალბატონი ლია სულუაშვილი საუბრობდა ახალციხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მართლაც მე არ მეგულება ადამიანი თეატრალი ღირსეული ადამიანი რომელსაც არ კონდეს გაცნობიერებული და არ აღიარებდეს ბატონ ვასოს განუზომელ წვლილს ქართული თეატრის წინაშე და მე დარწმუნებული ვარ რომ სანამ იქნება ქართული თეატრი ჩემოზაზა მანამდე ეცოდინებათ ბატონი ვასოს სახელი და მანამდე ემახსოვრებათ იმიტომ რომ თუ იმას დააინტერესებს ქართული თეატრის ისტორია მანამდე ყველაფერს გაიგებენ ბატონი ვასო კიგნაძის წიგნებით ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ბატონი გიზო ჟორდანია ბატონი ვასოს მეგობარი ისინი ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ ბატონი გიზო იყო თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი და ძალიან ისეთი ახლო მეგობარი ბატონი ვასოს ბატონი გიზო მოგესალმებით დიდი მადლობა რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას და აი რა სიტყვით ბატონი ვასო კიგნაძეზე თქვენს მეგობარზე ესე იგი ბატონი ვასო ქართული თეატრის მემატიანე არის
ხელოვანობა არის, დღესაც არის, ეს ასეა. ვიდრე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით როგორც რექტორი და პრორექტორი, მაგრამ ჩვენ გქონდა ისეთი ურთიერთობა, როგორც მე მასზე უფრო უმცროს რეჟისორს წყლოვანობით უმცროს, ის უფროსი იყო და მე უზიარებდი ხშირად მას ჩემს მოსაზრებებს და ვასო დადგმის შესახებ ეს ბათუმი იქნებოდა, ბავშვად თბილისი იქნებოდა თუ რომელიმე სხვა ქალაქი, თავის აზრებს, მოსაზრებებს წარმოსთქვამდა ხოლმე, იგივე ამბავი ხდებოდა სტუდენტებთან ურთიერთობისას, სხვათა შორის განსხვავებით თეატრწოდნეებისაგან, რომლებიც გამოცდებზე, აი საგამოცდო პროგრამებზე, პირველი, მეორე, მესამე, არ დადიან საერთოდ, ვასო ყოველ გამოცდაზე იყო როგორც პრორექტორი და როგორც გარდა იმისა, რომ პრორექტორობისას ხდებოდეს, მანამდეც ასე იყო. და მისი რჩევები, ჩვეულებრივი ეტიუდის წარმოებისას, ჩვეულებრივი სავარჯიშოს ჩვენებისას ხაზდაუდებელი რამე. შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო ისეთი გახდა ოფიციალური ამ სიტყვის ძალიან ისეთი დადებითი გაგებით, როდესაც ის პრორექტორი გახდა და მე რექტორი ვიყავი, მე მქონდა დადგმები სხვადასხვა ქალაქებში, ესე იგი ქალაქიდან გასვლა მიხდებოდა და არაფრის წუხილი არ მქონდა, მე წავალ და ინსტიტუტში რა მოხდება. ინსტიტუტში ხდებოდა ის, რაზედაც ჩვენ მოვილაპარაკებდით, ხდებოდა მაღალ ხარისხიანად, პატიოსნად, სიყვარულით და ურთიერთობით, რასაც ქვია რეჟისორისა და თეატრწოდნის ურთიერთობა. ეს იყო თუ არა ჩვენ შორის რაღაცა განსხვავებები, რაღაცა სხვადასხვა აზრის ქონება გქონდა თუ არა გუნებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ რა კი ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ ყოველთვის უკან ვიხევდით, არასდროს არ გქონია კონფლიქტი, ვფიქრობდით იმაზე, თუ რა არის კარგი შენს ნათქვამში ან ჩემს მოქმედებაში. აი ასე ვცხოვრობდი ბატონ ვასოსთან ერთად და ისეთი დიდი ელოდა იყო. მე ვიცოდი რომ ეს ასე დამთავრდებოდა, მეტი არა სულ ყველა მიცოდა კაცო, რომ ვასოს თავზე დაადგა სიკვდილის აჩრდილი, მაგრამ მაშინაც კი როდესაც ის მიერთებული იყო აპარატზე, მე არ მეთქრია რომ ეს ხაზი წავა. არ მეთქრია ეს გულუბრყვილობა არის თუ სურვილია. არ ვიცი რა არის, რას მივაწერ, მაგრამ მაი და როდესაც ეს დამთავრდა ეს და აპარატი გამოიტიშა, მაინც დიდი ელდა იყო იცით. მაინც დიდი ელდა იყო და რაღაცა ძალიან დიდი რამ წავიდა ქართული საზოგადოებისთვის საქართველოდან იქ იმ მხარეში, სადაც ის საიდუმლოებით ახსავსე სამყაროს ეჟიარება. დიდი მადლობა ბატონ გიზო, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ბატონ გიზო ჟორდანია გვერდებოდა ძვირფასო რადიო მსმენელებო და მე მართლაც მეამაყება და ბედნიერ ადამიანად ვთვლი თავს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ის იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანი და ჩვენ ქონდა ყოველდღიური ურთიერთობა, ყოველთვის როცა ვინმე იყო ჩემს გვერდით საჭირო რომ რამეში დამხმარებოდა, ერთ-ერთი პირველი იყო ბატონი ვასო და ასე იგივე ეს გამეორება შეუძლია ძალიან ბევრ მის სტუდენტს და მე გულმწყდება რომ ბოლო ვიყავი, რომელსაც ის ცოცხალი ნახა და გამომემშვიდობე ოჯახის წევრებისთან ერთად და მან ზუსტად იცოდა რომ რამდენიმე საათი ქონდა დარჩენილი და ამასაც ძალიან საღად და ესეთივე ჩვეული იუმორით ხდებოდა, როგორც მთელი ცხოვრება გაატარა. ვასილ კიკნაძეზე საუბრობდით ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში, კეთევან კიკნაძე, ჯემალ ყაყანიძე, ლია სულუაშვილი, დიმიტრი ღვთისიაშვილი, გიზო ჟორდანია, ზაზა სოფრომაძე და ნიკოლო სულუკიძე. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის. ავასცენა ნიკა სულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე.